ქალს აქვს ერთი საკვერცხე, ამ შემთხვევაში კვერცხუჯედების რაოდენობა ბუნებრივია არის განახევრებული. თუ ქალი რეპროდუქციულ ასაკშია და მას უმეტეს შემთხვევაში ძირითადად რეპროდუქციულ ასაკში აქვს კარგი მარაგი კვერცხუჯედების, ამ შემთხვევაში იმ ერთი საკვერცხეთი ორსულობა შესაძლებელია. ზოგჯერ მომართავენ ქალბატონები, რომელთაც გარკვეული ოპერაციული ჩარევის გამო აქვთ მხოლოდ ერთი საკვერცხე და მიუხედავად იმისა, რომ ყავთ მეუღლე, პარტნიორი ორსულობას გადადებენ რამდენიმე წლით. ასეთ შემთხვევაში მე ვურჩევდი წყვილებს, რომ არ გადადონ ორსულობა და დაგეგმონ რაც მალე მით უკეთესი, რადგან იქედან გამომდინარე, რომ საკვერცხე არის მხოლოდ ერთი და მაშასადამე კვერცხუჯედების მარაგი ისედაც განახევრებულია, ასაკის მატებასთან ერთად ის კიდევ უფრო მცირდება და შესაძლოა უფრო მალე დადგეს მენოპაუზა, ვიდრე ეს მოხდებოდა ორი საკვერცხის შემთხვევაში.